მე-20 საუკუნე ფოქსი და ახალი შაბათი შოუს ჯგუფი წარმოგიდგენთ. სალომე ჩეფერინი, ტონი ვაზელინი, ზაზა ამაღლობელი და სპეციალური მოწვევით ბენედიქტ კამბერბეხი. ოპერატორი ალბერტო მისაქციელი. სცენარის ავტორი რობერტ დევდარიანი. რეჟისორი შოთა ნოზაზე. ფილმში სისხლიანი სპაგეტი. სული დრო დამიდგა. ქვეყანაში არეულობა. კაცი კაც პატივს აღარცევს. საშველი აღარცა ჩანს. რა უნდა მოხდეს? მაფიას პატივს აღარცევენ. რა გავაკეთოთ? დორმახო. ისა. დორმახო. თქვენმა ძაღლმა შემოსასვლელში ისევ კაკაშკები იქნა და რა უყო? იზვინიო. რამდენჯერ გითხარი, როცა ხმამაღლა ვფიქრობ, არ შემიშალო ხელი თქო. ბოდიში ბოსთან კუკუებს რა უყო ძაღლისას? აწმინდე ბიზვინიო. რითი? ხელსახოცით ბიზვინიო. და საწაბილო. ბიზვინიო, უბრალოდ გადი ბიზვინიო. კარგი გოს. Na 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 დონმახო, ჩემს სახელს ვღეროდი? შენ სახელს ვღეროდი, ნანა. რა ქენი, აბა? თქვენ რაც მითხარით, ბატონო, მახო, ყველაფერი გავაკეთე, ვაზისუბანში დალაგებულია ყველაფერი, კახელებთან კლანებზე ბიზნესის საქმე მოვაწესრიგე და ასე რომ ყველაფერი დალაგებულია. ნანა, მე უბრალოდ მისაღების და სამზარეულოს დალაგება ვთხოვა. რა ვიცი, დაალაგეო და დავალაგე. კარგი. საჭმელი რა გვაქვს, ნანა? მაკარონი და პასტა. ისევ? ისევ. აბა რა ვქნა, ბატონო, მახო, მე მეტი საჭმლის გაკეთება არ ვიცი. კარგი, მოიტანე. რას მიაყოლებთ? გამაყუჩებას. ეხლავე მოგიტანთ. თორე ამდენმა მაკარონმა კუჭი მადგენა. როგორი რთულია 21 საუკუნეში იყო მაფიის ბოსი. პატივისცემა და სიყვარული სულ დაკარგა ხალხმა. სიკეთეს მარტო კამერებისთვის აკეთებენ. დორმახო. ისა. ბიჭები ვაპირებ ჩაურმის გამოძახებას და ხო არ გინდათ? უწიწაკო, სველი, მეტი მაიონეზი კეჩუვით. ბიზვინიო. გისმე ბოს? რამე დაგიშავე ბიზვინიო. არა ბოს. ვინ ვარ მე შენთვის ბიზვინიო? ბოსი, ბიძა და მამაჩემის ძმა. არა, მესმის ბავშვობაში დიდი ტრავმა გადაიტანე, მაგრამ ახლა ხო აქ ხარ. ის რა ტრავმა არ მოხსოვს? შვილი როცა იყავი, მამაშენს ხელიდან გაუვარდი. ანუ რამდენი შეუკვეთო? ბიზვინიო, გადი. გადი, გთხო, ბიზვინიო. კარგი ბოს. დონმახო. თქვენთან მაფიის ბოზები მოვიდნენ. ნანა, ბოსები, მაფიის ბოსები, ზუსტად ს. შემოუშვათ ეგენი? შემოუშვით.
მე მგონი ბეჭედზე კოცნის ტრადიცია არ უნდა შეგვეცვალა. დონმახო გიხვეწებით. ძლივს დავიმახსოვრე და აღარ შეხვდა. დონ ბარიატრინიო, ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა. ჩემთვისაც დიდი ჩემთვისაც დიდი პატივია დონმახო თქვენთან ერთად ყოფნა. დონ მოцаრულო. როგორ არის თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? ალბათ აპარატს ელემენტები დაუჭდა. კარგად ხართ? გასაგებია. დონმახო სიცილი სიცილიდან დარეკეს დონმახო. და რა თქვეს? არ ვიცი იტალიურად საუბრობდნენ და ვერ გავიგე. დონ ბარიატრინიო, თუ კიდევ დარეკავენ, მე დამალაპარაკე, კარგი? სხვათა შორის დონ ბონჯორნომ დარეკა. დიდი ოჯახების შეკრება სიტყვებს. შერიგება უნდა. მამაჩემს არ შეურიგდები. აბა როგორ მოვიქცეთ? არაფერი, მამაჩემს დედაჩემი მიხედავს. მე სხვა საქმეზე დაგიბარეთ. დაბრძანდეთ დონ ბარიატრინიო. რა საქმეზე დონ? ჩვენი ბიზნესი საფრთხეშია. გამოჩნდა ბევრი გვარი, რომელსაც უნდა ჩვენ საქმეში ცხვირის ჩაყოფა. ჩვენს მიწაზე ვიღაც შევიდა და ჩვენი ლუკმაკურის აღება უნდა. დონმახო. კაი კისეს ოდუღებ. ხოთა. დრამატურგიას რატომ იფუჭებ? ბიზვინიო, შენ არ გასწავლეს, როცა უფროსები საუბრობენ, უნდა გაჩუმდე. მარტო იმიტომ არ მოკლავ, რომ ჩემი ძმისშვილი ხარ. მარწყვის კისელი გამიკეთე. რა სვამობდი? რაღაც ბიზნესის საკითხებს ბიზვინი, ახო. მოკლედ. მე არ დავუშვებ, რომ თქვენ ვინმე ზიანი მოგაყენოთ. ამიტომ ჩვენი მიწის ნაკვეთებზე შეიარაღებული კაპოები დავაყენე. როგორც გითხარით, მითხრა დაძვრება ჩვენს მიწას. ერთ-ერთი გამოვიჭირეთ. ბიზვინიო, შემოიყვანე. რა გინდა ხარ? მოდი ბიჭო დადექი. დაიცა. ბიზვინიო, ტომარა თავიდან უნდა, რომ გზა ვერ დაინახოს. ახლა მოხსენ. რა ხდება ხალხო, რატო გამიმეტეთ ასე გამაგებინე, რა დავაჭაო? ა? შენ იცი რა გააკეთე? რა გავაკეთე? შენ ჩემი ცხოვრება და ბიზნეს გეგმა ჩამოანგრია. ვერ გავიგე რას მეუბნებით ხო? ვერ შენ ჩემს მიწაზე შეხვედი და ჩემი კარალიოკი შეჭამე. არ ვიცოდი ძმაო, შენი თუ იყო რა? ერთი კარალიოკის გულისთვის. ერთი კარალიოკი შევჭამე, რა მოხდა ხა? რა გავაკეთე ისეთი, ა? ერთი კარალიოკი? შენ იცი რომ ეგ ერთი კარალიოკი? ჩირად უნდა მეკცია. შემდეგ ევროპის ბაზარზე უნდა გამეტანა. უნდა გადამეცვალა წითელ ვაშში. ვაშლი უნდა გადამეცვალა ბიაში და ჩავფურჩქნოდი ყიაში. ახლა რა? აღარც ვაშლი, აღარც ჩირი, აღარც ბია, აღარც ჩაფურჩქნა, აღარც ფაცხა, აღარც ქისა, აღარც შენი თვალისა, კაცისაც ხასი წვისა იხსენებდა თავისა, ამღიაო, დამღიაო, კომოთუდო ვაღიაო, ხედავ რა გამიკეთე. ვერ გავიგე ძმაო, რა გავაკეთე ესეთი გამაგებინე. რა დაწმარდი. შენ იცი? რატომ მიყვარს კარალიოკი? არ ვიცი, ძმაო, რატო გიყვარს? კარალიოკი ერთი შეხედვით უწყინარი ხილია. მაგრამ შენ იცოდი რომ მას შეუძლია ადამიანის დაახჭოს. რომ მასზე არანაირი კვალი დატოვოს.
ან შენ იცოდი რომ კარალიოკის კურკაში სივი არაღი იმანება. ამას რო გახსნეს ჭიგნით და ხე პატარა დანებია. იცოდი? ხლები რა ჩაიდინე. ვერ ვხვდებით, მაგრამ ერთი ცალი კარალიოკი შევჭამე უბრალოდ რა ვიცი რა მოხდა ამნაირი ვერ ვხვდები. რა მოხდა ალიკალარ. მარა შენ რა მოგივა ამას გეტყვი. რა მოგივა? ჯერ თავიდან ბოლომდე გაგაშიშვლებთ. მერე საშრობში ხურმის ჩირებთან ერთად ჩამოგიდებთ. სანამ არ დაჭირდები, იქიდან არ ჩამოხსნით, გაიგე? და როცა ჩამოჭყნები, შენს ტანს შაქრის პუდრაში ამოვავებთ და ვლადივოსტოკში გავიდათ. იმიტომ რომ შენ ევროპული ბაზარის ღირსი არ ახარ, გაიგე? არ მომკლა, ძმაო, ერთი კარალიოკის გულისთვის ხო არ მომკლა. ახალ ნერგებს მოგიტან, სულ ახალ ნერგებს, ძმაო. ვიცი რა ნერგებს? რა ვიცი, ისა რა ქვია, კარალიოკის ნერგებს, რბილგულა, ისა ხურმა, რა ვიცი, ლეხვის იმებს მოგიტან. სადაური ხარ? ჭიათურელი ვარ ბიჭო. ჭიათურელი? ხო. შენ გინდა თქვა რომ ჭიათურიდან ათასობით მილი იმის გამო გამოიარე, რომ ჩვენი კარალიოკი მოგეპარა? გორში წასულიყავი ვაშლი, რატო არ მოიპარე? ამ სადმე ტექნიკის მაღაზიაში ტელეფონი რატო არ მოიპარე, მაგრამ არა, მაინც ჩვენი კარალიოკი მოიპარე. უბრალოდ შევჭამე ერთი ცალი კარალიოკი ხალხო. ხმა ბიჭო! ჩვენი კარალიოკი არ არის უბრალო კარალიოკი. შენ იცი კარალიოკი? თვითონ სახელწოდებას დააკვირდი კარალიოკი. კარლიოკი, კარლეოკი, კარლეონე, დონ კარლეონე. ხუდები რა ჩაიდინე? რა ჩავიდინე? უბრალოდ ერთი ცალი კარალიოკი შევჭამე ბიჭო, რა ჩავიდინე? გინდა გითხრა შენ ახლა რას გწვდ? რას გწვდ? შიშს. ხო. ფეხები გიგანკალებს. უსუსურობას გწვდ. თვალები გიბნელდება. და შენც იცი კარგად რომ რაც უფრო მალე დახუჭავ თვალებს ამ ტანჯვას მოერიდები. რისთვის უბრალო კარალიოკი? ანუ უბრალო კარალიოკი? კარალიოკია ბიჭო. ანუ შენთვის არაფერს არ ნიშნავს კარალიოკი. ვაში რატო მოიპარე? იცი ახლა რას გისა? იცი რას გავაკეთე? ხო. იცი რას გავაკეთე? თორმა ხო ის რაღაცა მინდა გითხრათ. აქვე ჩვენთან უბნის მარკეტში ქათმის კუჭებზე არის მაგარი აქცია რა. ხო არ ვიყიდო, შაშუშული გავაკეთო. მაგას ვაკეთებ. ქათმის კუჭებზე 4 შაბათია თან აქციის დღეები. ბიზვინიო, დიახტუნ. კიდევ ერთხელ ჩამეჭრები და პირში გესვრი. პირში გესვრი. გაიგე? აქცია უბრალოდ 4 შაბათი. შედონ შენ იცი რა მოვიდა ადამიანს, ვის ბოლოს კარალიოკი მომპარა? არ ვიცი რა მოვიდა, არ ვიცი. მერე გეკითხა, იქვე იყო ხის ძირში დამარხული. რატო არ გითხე? იქნებ არ აღმოჩენი იყავი ასეთ დღეში. ვინ გამოგიშვა, ვინ გამოგზავნა? არავის არ გამოგზავნა, ძმაო, აი ცოლშვილთან ერთად მოდიოდი, იტალიაში მოდიოდი ცოლშვილთან ერთად და გზაში მოთხოვნილებები მაქვს, რომ კაცი ვარ მე და გავაჩერე მანქანა და ღობეზე გადმოწვევ და კარალიოკის ხეს მივეფარე და თან კარალიოკის რო შევხედე ერთი ცალი მოწვიდა და შევჭამე. რა მოხდა ამაში ახლა ერთი ცალი კარალიოკი რო შევჭამო? მოიცა? ხო. ანუ შენ ჩემს კარალიოკის ხეს მიაფსი? ეგრე გამოდის რა. მოიცა, შენ ჯერ ჩემს კარალიოკის ხეს მიაფსი და მერე იმიანი ხელებით კარალიოკი შეჭამი. ხო ეგრეა რა. სულ თქვა შეგიწყვიტავ. მითხარი რა გადავწეს შენს ცოლშვილს. იქნებ შენი ენა გაუგზავნო და თვითონ ეთქვის ყველაფერს. კარალიოკის გაუ. თორმა ხო 1000 ბოდიში არა 1000 ბოდიში რაღაც პირი გამიგე თქვი ანუ არა თქვი შენი ბოლო წინადადება თქვი ცხოვრებაში ძმისშვილო რა ორი ამბავი მაქვს ერთი კარგი ერთი ცუდი რომელი დავიწყე კარგით დაიწყე პირდაპირ ზაღის კუკვებში ჩააბიჯამე აი
მე მგონი პირველი ცუდიება უნდა მეთქო ხო? ის ამ პოლიცია შემოვიდა და პოლიციამ პირველი რომ შემოვიდა თორე პირდაპირ ძაღლის კუქვეში ჩამიგეს. აკაცინებს იდიოტო. პოლიცია? ანუ ჩაგვიშვეს? ესე იგი, ჩვენ შორის ვიღაც ვირთხა. ვიღაცამ ჩემი სახელი ახსენა.